ჩვენი პირველი სტუმარი ფრაქცია ქართული ოცნების წევრი თენგიზ შაარმანაშვილია. მოგესალმებით ბატონ თენგიზ, მადლობთ ჩართვისათვის. დავიწყოთ საუბარი სანქციებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ერთ-ერთი პირველები იყვნენ ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. ეს იყო ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში. მაშინ ამ პროცესთან ერთვოდა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები და მეტიც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შეჩერებაც. აი ახლა 3 თვის შემდეგ ისევ ამ ტაქტიკას, როცა მიმართავს ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო, რა კონკრეტული მიზეზი და მიზანი შეიძლება იყოს აი ამ გადაწყვეტილების უკან? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, Deep State-ს აქვს უზარმაზარი გავლენა ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპელი ქვეყნის ლიდერებზე, სტრუქტურებზეც კი ევროკავშირის ხელმძღვანელობ სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმოვანებენ Deep State-ის იმ დავალებებს, რომელიც უნდა შეასრულონ სიტყვა შეუბრუნებლად ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და რა თქმა უნდა თვითონ იმ მთავრობებმაც, რომლებიც გამოდიან ასეთი ინიციატივებით. რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის საქართველოს არაფერი არ დაუშავებია, რომ ისინი წინა პლანზე იყვნენ წამოწეული, მაგრამ მათ ეს დავალება მიიღეს, დიდი ხანია უკვე ამას აკეთებენ და თქვენც ალბათ დაუკვირდებოდით. თავისუფლებასაც კი აძლევდნენ. მიტინგებზე გამოსულიყვნენ მათი მინისტრები აქ ოპოზიციურ მიტინგებზე და თქვათ ანტისამთავრობო მოწოდებები ჰქონდათ. ამიტომ ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. და ყოველგვარი იმის გარეშე, თქვათ, мотиваციის გარეშე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადგენენ რაღაცა სიებს, რომელიც რა თქმა უნდა მათი შედგენილი არ არის. ისევ Deep State-ის დავალებით შეადგინეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ოფისებიც კი გადაიტანეს და რეგისტრაციის ადგილებიც კი გადაიტანეს ასეთ ქვეყნებში, ბალტიისპირა ქვეყნებში, რათა არ მოქცეულიყვნენ, თქვათ, გამჭვირვალობის კანონის იურისდიქციაში და არ ქონოდათ გასამხელი რისთვის ხარჯავდნენ იმ თანხებს, რომელსაც იღებდნენ. თუმცა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა ბევრი რამ და ჩვენთვის ცნობილი გახდა რა ესე იგი საკითხებში იხარჯებოდა მათი მხრიდან ეს ფული. და რა თქმა უნდა ისინი თავის ამ ბნელ საქმიანობას ისევ აგრძელებენ უკვე ბალტიისპირეთის გავლით და ბალტიისპირეთის ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებენ იმ პრესინგსა და ზეწოლას საქართველოზე, რომელსაც აქამდე არ მოუტანია მათთვის შედეგი, იმიტომ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს, არ ჩაერთვება ამ პროქსიუმებში, არ ჩაერთვება ეკონომიკურ ავანტურებში, ამას შედეგი არ ექნება, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა მაინც გამალებით ცდილობენ ამის გაკეთებას. ბატონ თენგიზ, აი კონკრეტულად ეს ხდება, იმიტომ კონკრეტულად საერთაშორისო გამჭვირვალობის როლი ან ქართული ოპოზიციის თქვათ როლის შეფასება აი ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მიიღეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, მცირედით გადაჭარბებული ხომ არ არის? ან რა შეიძლება იყოს სიახლე არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ამ პოზიციაში ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ მათ არასდროს არ დაუმალავთ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მათი მიზანი, ხელისუფლების წინააღმდეგ, ანუ ამ აქციების პარალელურად ხელისუფლების შესარყევად, ეს არის აქციები ქვეყნის შიგნით და გარედან ზეწოლა დასავლეთიდან. აი ამ მექანიზმის გამოყენება. რა თქმა უნდა, ის საერთაშორისო გამჭვირვალობა ავანგარდშია ამ საკითხის. ის როდესაც საქართველოში იყო რეგისტრირებული, არც მაშინ აკლებდა ამ ავანგარდში ყოფნას. თქვენ გახსოვთ, რომ ისინი ჩართულები იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტის პერიოდში მოთხოვნაში, რომ საქართველოში გადამდგარიყო ხელისუფლება და თქვათ რაღაცა ტექნიკური მთავრობა მოეყვანა და ამ ტექნიკური მთავრობაში მონაწილეობასაც კი აპირებდნენ. ასე რომ დგავურისთვის ეს ახალი არ არის, ის ღიად აკეთებდა ამას და ამის გაკეთებას აგრძელებს. რატომ აგრძელებს? ისეთი დავალება აქვს მიღებული. სიებს ის ადგენს და თქვათ ავანგარდშია, ამ სიების შედგენის, რა თქმა უნდა ავანგარდშია. თან ნახეთ, აბა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის დაზვერვა იმ დონეზე მუშაობს საქართველოში, რომ ვინ ისთვის არის დასახელებელი, ეს ზეპირადიცია, რა თქმა უნდა, ამათ ავალებენ, ესენი ადგენენ ამ სიებს და თან ბრალდებები არის ყოველად, არ ვიცი რა დავარქვა, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის ახლა. ლაშა ტალახაძეს კაცი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე თავშეკავებული ადამიანი, გარდა იმისა, რომ მას უზარმაზარი წვლილი აქვს საქართველოს წინაშე.
იმას რომ დააბრალებ, რომ აგრესიულობის გამო ხარ დასასანქცირებელიო, რომელიც თელმა საქართველოს ნახა, როგორ მისდევდა ერთ-ერთი აქტივისტი ამ Deep State-ის აგენტურისა უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა და ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ შემოუბრუნებია უკან. რა შეიძლება იყოს? თავარი ამოცანა მათი არის, რომ მუდმივი პრესინგის ქვეშ ყავდათ საქართველოს ხელისუფლება, მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყავდათ საქართველოს ხელისუფლება, რაც შეიძლება მეტი დაუშავონ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ ამას შედეგი არ იქნება და ამაში ცოტა ხანში ყველა დავუწყო. თუმცა ევროკავშირის ზოგადი პოზიციაც ვნახეთ ჩვენ მედიაში გავრცელებული, რომ მათ მოიწონეს ბალტიისპირეთის ქვეყნების ეს გადაწყვეტილება და არ გამორიცხეს შემდეგი ქმედებების გატარება. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩატარდა უმრავლესობის ხდომა, შემდეგ ითქვა თქვენი გუნდის მხრიდან, რომ შესაძლოა უფრო მძიმე დარტყმები მიიღოს საქართველოს ევროკავშირიდანო. აი როგორ ხედავთ სამომავლო კომუნიკაციის შანსებს აი ამ დამოკიდებულების ფონზე? რა თქმა უნდა, ისინი თუ არ შეცვლიან ამ პოლიტიკას, ეს ზეწოლა საქართველოსზე გაგრძელდება. რა არის ამის ალტერნატივა? მოდი ამაზე ვისაუბროთ. შეგვიძლია ის ნაბიჯები გადავდგათ და ვიყოთ პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე და იმის გამო რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეთ ხელისუფლება, ის ნაბიჯები გადავდგათ. ამის ალტერნატივა არის ახლა ხო მაინც დადასტურდა ყველაფერი. ამაზე უკვე ამერიკის ადმინისტრაცია ხო ღიად ლაპარაკობს, რომ უკრაინაში პროქსი ომი მიმდინარეობს ამერიკასა და ვთქვათ რუსეთს შორის. და თუ ჩვენ ამის მონაწილე ვიქნებოდით ამ პროქსი ომისა, რა უბედურება დატრიალდებოდა საქართველოში ამის მტკიცება კიდევ საჭიროა? რა თქმა უნდა აღარ არის საჭირო ამის მტკიცება. ყველა ნათლად მოაზროვნე ადამიანმა იცის რა სიტუაციაც იყო და დაგვცინოდნენ კიდევაც, რომ გამოგონილი თემაო. თქვათ ეს ომები რომ პროქსი ომებია. აგერ პირდაპირ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს პროქსი ომია და აი ამაში გვითრევდნენ. ასე რომ ეხლა იმის გამო რომ და იმის შიშით რომ არ დაგვასანქციონონ ვინმე გადავდგათ მათთვის სასურველი ნაბიჯები და ამ პროქსი ომის თანამონაწილე გახდეს საქართველოს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. და ამას შედეგი არ ექნება. თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ ამაში, რომ ჩვენ ამას ვერ გაგვაკეთებინებენ, ну მაშინ გადახედონ თავის ანალიტიკურ შესაძლებლობებს. კი ბატონო და აქვე რა კი თქვენ ახსენეთ რუბიოს განცხადება, თქვენი შეფასებაც მინდა მოვისმინოთ, როგორ აღიქვამთ და აფასებთ იმ რეალობას, რომლის წინაშეც დადგა დღეს ევროპის კონტინენტი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან აი ამ ღია პოზიციონირების შემდეგ ახლა ბრიუსელშიც მიმდინარეობს საგანგებო სამიტი და საინტერესოა საქართველოს ხელისუფლების შეფასება რა რეალობის წინაშე აყენებს ეს მოცემულობა, როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე საქართველოს. მარკო რუბიოს განცხადებაზე კომენტარი გავაკეთეთ, თქვენმა ტელევიზიამაც გადასცა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. აი რა არის პროქსი ომი? მარტივად რო განმარტოთ, რომ გასაგები გახდეს მოსახლეობისთვის და ჩვენი სვენელისათვის. პროქსი ომი არის შენი სატელიტი ქვეყნის მიერ ნაწარმოები ომი, რომლის უკანაც შენ გახარ. ანუ შენ პირდაპირ არ ჩნდები და შენ სატელიტს და შენ დაქვემდებარებულ ქვეყანას უშვებ ამ ომში. ამის ხმამაღლა აღიარების შემდეგ რომ ამერიკის შეერთებული შტატები პროქსი უკრაინის ხელით ეწევა ამ პროქსი ომს, უკვე მთლიანად ცვლის სიტუაციას. არასდროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არ გამოცხადებია ხმამაღლა. მინიშნებით კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ ასე პირდაპირ ეს არ უთქვას. და ამიტომაც თქვა, რომ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის, ამერიკასა და რუსეთს შორის ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიმავალი გზა არის. ეს ხო ჩვენი შეფასება არ არის. ამაზე ადრე რო საუბრობდით, შეიძლება ვინმეს მოჩვენებოდა, რომ ჩვენი პარტიული პროპაგანდის ნაწილი იყო, მაგრამ ამაზე უკვე ხო სახელმწიფო მდივანი საუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა. ახლა ამ შეკრებებთან დაკავშირებით ახლა ჩემი დამოკიდებულება რა არის? არ გააჩნია დღეს ამერიკის ძალების გარეშე დამოუკიდებლად ევროპას რაიმე შესაძლებლობა, რომ რუსეთს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს არის გამორიცხული. მათ იმდენად შეამცირეს თავისი შეერაღება, ხარჯები ამ შეიარაღებაზე, ეს ერთ და ორ კვირაში ვერ მოხდება ამის აღდგენა, ან გაორმაგება, ან გაძლიერება. და ეს უკრაინას კიდევ ერთხელ უბიძგო, რომ ეს პროქსი ომი გააგრძელოს და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი ჰქონდეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები თუ ამაში არ იქნება ჩართული აბსოლუტურად განადგურებისკენ მიმავალი გზა არის უკრაინისთვის, არის აი უსინდისო საქციელი, არის არასწორი საქციელი, არის აი ამ ერის გამოყენება ბოლომდე, ამ სატელიტის გამოყენება ბოლომდე
რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება. უკვე 100 წელიც კი დაასახელა, 1 საუკუნეც კი დაასახელა ტრამპმა, რომ ყველაფერი კარგად რომ წავიდეს, 100 წელი მაინც დაჭირდება, რომ უკრაინა იმ სიტუაციას დაუბრუნდეს, რაც ომამდე იყო. აი ამისკენ გოქაჩებოდნენ ჩვენ ალბათ საერთოდ ვერასდროს ვერ დაუბრუნდებოდით. მოდი შევეხოთ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში სამთვეზე მეტი გავიდა. მიმდინარეობს აქციები ქუჩაში, ოპოზიციის დიდი ნაწილი არის პარლამენტს მიღმა, თუმცა არ კარგავს იმედს, რომ მიაღწევს არჩევნების დანიშნვას. ასეთ ვითარებაში დაისმის კითხვა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და მასში პოლიტიკურ მონაწილეობაზე. თუ კი ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ამ პროცესს მიღმა დარჩა, რაც ჩანს და იკითხება ახლა მათი პოზიციებიდან, რა მოცემულობის წინაშე აყენებს ქვეყანას თვითმმართველობის არჩევნებს და დგას თუ არა ეს არჩევნები დგება თუ არა იმ რისკის წინაშე შეიქმნას მის გარშემოც ისეთი აღქმები და სპეკულაციები, როგორიც ეს იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გარშემო. შეიქმნას იმ წრეებში, ვინც ამას ქმნიან, შეიქმნას და ეს ჩვენ არ გვადარდებს და სწორადაც არ გვადარდებს. ეხლა აგიხსნით უცებ ამას მოკლედ. ჩვენ არჩევნებამდე, აი პარლამენტის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე განვაცხადეთ, რომ ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს ოპოზიცია. ანუ არჩევნები მისთვის არ არის ამოცანა, არჩევნების მოგება მისთვის ამოცანა არ არის. მისთვის ამოცანა იყო აქ ქვეყნის არევა, რევოლუციური სიტუაციის გამძაფრება და მე შემდგომში ამ არეულობის შემდეგ თავრობის, ესე იგი, გადაწევა ხელისუფლებიდან და მე ამ პროქსიუმში ჩართვა საქართველოს. იმავე სცენარს აგრძელებენ, რამე სიახლე კი არ არის. და უკვე მოსახლეობამ დაინახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდმა რაოდენობამ ადამიანებისა ამ ხალხს მისცა ხმა, არ შემოვიდნენ პარლამენტში და არ გააგრძელეს თქვათ ოპოზიციური საქმიანობა, რაც მას თავისმა ამომრჩეველმა დააკისრა. ეხლა შემდეგ არჩევნებზე უკვე ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მიიღებენ, არ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი მაინც არ დაადგებიან ხელისუფლების ოპონირების გზას. ისინი მაინც რევოლუციური საქმიანობის გზას გააგრძელებენ. და ამას პარლამენტში გააგრძელებენ, თუ ქუჩაში გააგრძელებენ, ამას ჩვენთვის ასებით მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ყველამ ნათლად უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ხალხი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი არ არის. ეს ხალხი არ არის იმისთვის პოლიტიკაში, რომ ოპონირება გაგიწიოს შენ და შეეცადოს არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს ხალხი არიან დაქირავებული ამრევები, აგენტურა Deep State-ისა, რომლის ერთადერთი ამოცანა არის და ისინი სხვა რამეს ვერ გააკეთებენ, ასეთი აგენტის ბედი, ის თავის ესე იგი ხელმძღვანელს ასე ვერ მოწყდება, მან უნდა უციტყვოდ შეასრულოს მათი დავალებები და რა თქმა უნდა ეს ხალხი კიდევ ერთხელ შეეცდება არეულობის შემოტანას საქართველოში. რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ შემთხვევაში. მადლობთ ბატონ თენგის, დღის ქრონიკის კითხვებს თენგის შარმანაშვილი პასუხობდა.